რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ შემოერთით ამ სემინარს, ეს მინდოდა რომ მეთქვა. კიდევ მინდოდა რომ მეთქვა, დღევანდელ სემინარში, ანუ აი ამ პრეზენტაციაში მოხსენებული თემები შეგვიძლია კიდევ ცალკე განვიხილოთ, რადგან ძალიან ბევრ რამეზე არის სალაპარაკო აქ. ასე რომ თუ რამე დაგაინტერესებთ და მე ცოტა ზოგადად განვიხილავ, ჩაინიშნეთ, მე ჩატში დავწეროთ, ამაზე კიდევ ვისაუბროთ, თუ გექნებათ დრო. მე ვარ ნინო ცანადრიშვილი, შეგვიძლია დავეცახოთ ნუცა, ყველა ნუცას მეძახის. ვსწავლობ გენდერულ კვლევებს მაგისტრატურაზე, იორკის უნივერსიტეტში და მოკლედ მოდი განვიხილოთ ეს თემა. დღევანდელი დღის განრიგი არის შემდეგი. დავიწყებთ ფემინიზმის განმარტებებით, შემდეგ განვიხილავთ თვითონ სიტყვა ფემინიზმს, ფემინიზმის ტალღებს, მის კრიტიკას და საბოლოოდ დავსვავთ იმ კითხვას, რომელსაც მე ჩემ თავს უსვამ ძალიან ხშირად, ალბათ შეიძლება თქვენსაც საინტერესო არის, ვარ მე ფემინისტი? ჩემი პრეზენტაციის შემდეგ შეგვიძლია ეს ყველაფერი განვიხილოთ. ფემინიზმის განმარტებები არის ჩვენი პირველი თემა. პირველ რიგში გადავხედოთ ამ განმარტებებს საქართველოშიც და უცხოეთშიც. მე ეს ნაწილი სამად დავყავი. პოპულარული, აკადემიური და ჩემეული. საქართველოში ვხვდებით ესეთ განმარტებებს. მაგალითად, ფემინიზმი ბევრის განმარტება. ფემინიზმი არის მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო, პოლიტიკური და კულტურული უფლებები. და Forbes-ის განმარტებაც, ფემინიზმი გვაძლევს საშუალებას ჯერ საკუთარი მე და შენს თავს მომხდარი უთანასწორობები გააცნობიერო, შემდეგ აღმოაჩინო ძალა, რომ ამ უთანასწორობებს დაუპირისპირდე. მე ეს ბოლო Forbes-ის განმარტება უფრო მომწონს. პირველთან რამდენიმე პრობლემა მაქვს. მგონია, რომ ზედმეტად განმარტივებულია და მე ზოგადად ვცდილობ ხოლმე, რომ მხოლოდ ქალების ნაცვლად გენდერი ვახსენო, სიტყვა გენდერი. გენდერზე შემდეგი სემინარის გაკეთება გვინდა და იმედია თქვენს დაგაინტერესებთ ეს თემა და შემოგვიერთდებით შემდეგზეც. უცხოეთში პოპულარული განმარტებები არის ასეთი. ფემინიზმი, ფემინიზმების კოლექციაა. ამ იდეას ვეთანხმები, არის ასეთი გამონათქვამი, რომ იმდენივე ფემინიზმია, რამდენიც ფემინისტი, მაგრამ ამასაც პრობლემები მოყვება, რა თქმა უნდა. ანუ ყველა იდეოლოგია ასეთია, როცა ყველა ადამიანს თავისებურად შეუძლია რომ განმარტოს, ახსენოს ერთ-ერთმა ადამიანმა ახსენა აქ, რომ სუბიექტურობა შეგვიძლია გადავიდეთ, ანუ არასწორი განმარტება აღარ არსებობს და ამაზეც უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ეს შეიძლება პრობლემატური გახდეს. ასევე გვაქვს Huffington Post-ის ფემინიზმი ისეთივე მარტივია, როგორც IA. ჩვენ გვინდა რომ ისევ მოგვეპყრონ როგორც კაცებს. ამას არ ვეთანხმები, რავი, შევთქვათ თქვენ ახთანხმებით. ფემინიზმი ჩემთვის მარტივი არ არის, არანაირად. მარტივი რომ იყოს, უკვე იდეალურ სამყაროში ვიცხოვრებდით, ჩემი აზრით. ასევე ეს ჩვენი და კაცების გაურება და კაცების გაურება და გამოცალკევება ერთმანეთისგან არ მომწონს. იმას კი არ უარყოფ, რომ კაცებს თქვათ ჩვენზე მეტი პრივილეგიები აქვთ ზოგადად. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ფემინიზმი ყველა გენდერისთვის იბრძვის და მარტო ქალებს არ ეკუთვნის. ინგლისში Guardian-ში წერენ ამას. ფემინიზმი არის გლობალური პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც იბრძვის ქალების და სოციუმის გათავისუფლებისა და ყველა ადამიანის თანასწორობისთვის. კი. ეს მგონი სწორი განმარტება, მაგრამ აქ თეორიის ნაწილი არ არის. თეორიის ნაწილი გამოტოვებულია და ფემინიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა, ხო? ანუ ის არის ასევე აკადემიური დისციპლინა და ფილოსოფია. ფემინისტური მაგალითად კვლევის მეთოდოლოგია არსებობს. ფემინისტი ფილოსოფოსები არიან, როგორც იყო Simone de Beauvoir, რომელზეც ვისაუბრეთ წინაზე ლაივი ქონდა W4W-ში, რომელიც ძალიან კარგი იყო. და რა თქმა უნდა აკადემიურ განმარტებებსაც გთავაზობთ. ფემინიზმის ზოგადი დახასიათება მოიცავს
სხვადასხვა ქალების და მათი მრავალფეროვანი ჩაგურის ინტერპრეტაციებს. ამას წერს სუზან ჯეიმსი. შესაბამისად, შეცდომა ფემინიზმის როგორც ერთეული ფილოსოფიის ან შეთანხმებული პოლიტიკური პროგრამის განხილვა. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, ის რომ მე დღეს ვცდილობ რომ ფემინიზმზე ვისაუბრო და თქვენ აგიხსნათ არის პრობლემატური და ალბათ თქვენ ხვდებით ამას, რადგან მე ვარ ერთი ადამიანი და მე ყველაფერს ჩემი აზრიდან გამომდინარე ვწერ. არანაირი შეთანხმებული განმარტება არ არსებობს ფემინიზმისთვის და ვერც იარსებებს, იმიტომ რომ სხვადასხვანაირები ვართ ქალები, სხვადასხვანაირები ვართ ადამიანები და ფემინიზმში ეს პირადი უმნიშვნელოვანესი არის და ჩემი პირადი გამოცდილებები, თქვენი პირადი გამოცდილებები ვერ იქნება. ფემინისტი მწერალი კოტი მე ვფიქრობ რომ კარგად ხსნის ამას, ის ამბობს რომ ფემინიზმი ქმნის რწმენასა, ანუ belief არარელიგიურ რწმენას და ქმედებებს შორის სხვადასხვა ურთიერთობებს, იდეოლოგიისა და მოძრაობების შორის განმარტებებს და ამის შესაძლებლობას. ამ ყველაფერმა თუ ზედმეტად საგაბნიათ, რა ვიცი, ზოგჯერ დამატებელია ხომ ამდენი განმარტებები. მე გთავაზობ ჩემს პირად განმარტებას, იმიტომ რომ აშკარად გენიოსი ვარ. კაი, ხუმრობის გარეშე. ეს არის ჩემი განმარტება. ფემინიზმს აქვს ჩემთვის ორი მთავარი არხი. ერთის მხრივ, ფემინიზმი არის ფილოსოფიური მიმდევრობა და მეორე მხრივ იგი არის პრაქტიკული აქტივიზმი. ორივეს მიზნად აქვს დასახული ადამიანების თანასწორობისთვის და გენდერული თუ სხვა ფორმის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. რავი, ამაზეც მე ვისაუბროთ, რომ დავამთავრებ პრეზენტაციას. შემდეგ არის ფემინიზმის მთავარი საკითხები. ერთ-ერთი საკითხი არის სამართლიანობისთვის ბრძოლა, ასევე საკუთარი თავის და სხვა ქალების დაფასება და ქალების მრავალფეროვანი ხედვები. ასევე მნიშვნელოვანია ყოველდღიური რეალობა, ანუ პრაქტიკულად ჩვენ როგორც სხვადასხვა გენდერის წარმომადგენლები, როგორ ცხოვრობთ. მომავლის წარმოსახვაც მნიშვნელოვანია. შეგვიძლია მომავალში რადიკალურ ფემინისტებსაც ვისაუბროთ, აქ იყო უკვე რამდენიმე კომენტარი ამაზე. და მათი წარმოსახული მომავალი სამყაროებიც განვიხილოთ. და ასევე ფემინიზმის ინტერპრეტაციის არსის შეცვლა. აქ გულისხმობ იმას, რომ ფემინიზმი არის ცოცხალი არსება. ის არ არის ეგზისტენციალიზმი, ის არ არის ტრანსცენდენტალიზმი, ხო, ან სხვა რომელიმე თეორია, ის ვითარდება და იცვლება ყოველდღიურად, რადგან მისი ფილოსოფიური ნაწილიც კი პრაქტიკაზე არის დაფუძნებული და რეალურ ცხოვრებაზე არის დაფუძნებული. ფემინიზმი არის ფრანგული სიტყვა. თუ არ ვიცი იცოდეთ თუ არა, მაგრამ ასე არის. და ფემ ნიშნავს ქალს და იზმ ხდის ქალ არსებით სახელს ზმნად. იმას რომ სიტყვა ფრანგულიდან, ანუ ევროპული ენიდან მოდის, თავისი პრობლემები მოყვება, რა თქმა უნდა. ანუ განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ენა და ენის შენარჩუნება ესეთი მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, ეს პრობლემატურია. ისიც რომ სიტყვა ფემინიზმი ქალიდან გამომდინარეობს, ბევრისთვის ესეც პრობლემატურია. ფემინიზმი უკვე დიდი ხანია მხოლოდ ქალებისთვის აღარ ბრძოლობს და აღარ არის. და ბევრი ფემინისტი იბრძვის იმისთვის, რომ ეს ქალობა, ანუ გენდერი, აღვიქვათ როგორც ხელოვნურად შექმნილი იდეა. აქაც საკითხავია, როგორ შეგვიძლია მივუდგეთ ამ პარადოქსს. მე-19 საუკუნის შუამდე სიტყვა ფემინიზმს იყენებდნენ როგორც ქალის თვისებების სინონიმს. ანუ უბრალოდ ფემინიზმი რო გეთქვა, იქნებოდა ქალის თვისებები ეს სიტყვა. 1837 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა ჩარლზ ფურიემ, რომელიც იყო ფილოსოფოსი და უტოპიური სოციალიზმის მიმდევარი, პირველად გამოიყენა ფემინიზმი ქალების უფლებებისთვის ბრძოლის სინონიმად. ანუ, პირველი იყო თუ არა, ეს არავინ არ იცის, მაგრამ ესე ამბობენ.
1892 წელს პირველი ქალების საერთაშორისო კონგრესის დროს პარიზში ფემინიზმს პირველად იყენებდნენ რეგულარულად ინგლისურ ენაში, იმისთვის რომ გენდერთა თანასწორობაზე ესაუბრათ. ეს იყო პირველი შემთხვევა. სიტყვა პოპულარული გახდა ბრიტანელი და ამერიკელი ქალების მობილიზაციის შემდეგ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმის შენიშვნა, რომ ქალების უფლებებისთვის სხვა ქვეყნებში ბევრად უფრო ადრეც იბრძოდნენ. ჩვენ სამყაროს ისტორია ისეთია სამწუხაროდ, რომ დასავლეთის მიერ იწერება და ამ შესაბამისად გვაქვს ფემინიზმი და არა სხვა ტერმინი. გადავიდეთ მოძრაობის ისტორიაზე. ფემინიზმს ხშირად აღწერენ ტალღებით. შეიძლება ეს თქვენ იცით, შეიძლება არა. და არის სიახლე თქვენთვის. ამ ტალღებზე ვისაუბროთ, მე მოგიყვებით და მე იმასაც გეტყვით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტალღები კრიტიკულად განვიხილოთ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ყველაფერი კრიტიკულად განვიხილოთ, მაგრამ ესეც. 1850-დან 1940 წლამდე ამ წლების განმავლობაში ქალები დასავლეთში იბრძოდნენ საწყისი პოლიტიკური უფლებებისთვის, საარჩევნო უფლებებისთვის. ამას ეკუთვნის suffrage. შემდეგ მეორე ტალღა მიეკუთვნება 1950-დან 1960 წლის პერიოდს და მიზნად ისახავდა თანასწორობას სხვა სფეროებში. ანუ როცა უკვე მიიღეს არჩევნების უფლებები, გადავიდნენ თქვათ განათლებაზე, დასაქმებაზე, სახლში, თანასწორობაზე. მესამე ტალღა, რომელიც 1990-ში დაიწყო, ინტერსექციონალიზმს იყენებს ცენტრში და ინტერსექციონალიზმი, მე როგორც განმარტავ, არის იმაზე ფიქრის და თეორია, რომ სხვა ელემენტებიც ყვეთავენ ადამიანების იდენტობაში და პიროვნებაში გენდერს. და ეს მნიშვნელოვანია, ეს ყველა ელემენტი მნიშვნელოვანია. კარგი, მოდი გადავიდეთ კრიტიკაზე. საინტერესო და კრიტიკის ერთ-ერთი ნაწილი არის ის, რომ ტერმინი ფემინიზმი აქტიურად იქამდე არ გამოუყენებიათ, სანამ საარჩევნო უფლებები არ მოვიგეთ. ანუ არასწორია, რომ ვთქვათ, რომ საარჩევნო უფლებისთვის როცა იბრძოდნენ დასავლეთში, ეს იყო ფემინისტური მოძრაობა, იმიტომ რომ ფემინიზმ ტერმინს არ იყენებდნენ. მოძრაობას ერქვა ქალების მოძრაობა უბრალოდ, რადგან მთავარი მიზანი იყო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვება ქალებისთვის. ყველა რასის კაცს უკვე ჰქონდა ეს უფლება ამერიკაში. ეს მიზანი აერთიანებდა აბსოლუტურად ყველა ქალს ამერიკაში, სხვადასხვა იდენტობის და მიუხედავად. და ამიტომ ერქვა ქალთა მოძრაობა. 1920 წელს ქალებმა მოიგეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მე ვამბობ მოიგეს, იმიტომ რომ ზოგჯერ ამბობენ რომ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ არავის არ მიუცია ეს უფლება ქალებისთვის. ქალებმა სერიოზული ბრძოლის შემდეგ მოიგეს ეს და ძალით გამოგლიჯეს ქვეყანას ეს უფლება. ნელ-ნელა ქალები სხვადასხვა სფეროებში შევიდნენ და საჭირო გახდა ახალი იდეოლოგია, რომელიც სოლიდარობის გრძნობას გამოიწვევდა არა მარტო ქალებში, არამედ ყველა ადამიანში და ეს იდეოლოგია გახდა ფემინიზმი. მოდით აქ ჯერ აქ დავრჩეთ. ფემინისტებმა დაიწყეს სხვა კუთხით მუშაობა. ისინი ქალის დეფინიციას აღარ თავაზობდნენ სამყაროს, ანუ აღარ იყო ეს ქალთა მოძრაობა. პირიქით, ქალის კლასიფიკაციის დასრულებისთვის იბრძოდნენ, ხო? ქალის კლასიფიკაციას ებრძოდნენ და დღემდე იბრძვიან ამისთვის. მოდი განვიხილოთ ფემინიზმის და ტალღების იდეის კრიტიკა საქართველოსა და არადასავლურ კონტექსტში. ეს ყველაფერი ჩემი აზრი არის, რა თქმა უნდა, და მე ვფიქრობ, რომ საინტერესოა და თქვენს თუ დაგაინტერესებთ, ძალიან კარგი იქნება. ტერმინოლოგია, ანუ სიტყვა ფემინიზმი ფუნდამენტალურად უცხოა, ხო? ეს უკვე ვთქვით. სხვა ტერმინოლოგიაც, მაგალითად sisterhood, რომელიც ფემინიზმში მნიშვნელოვანია, არ ჯდება ქართულში და სხვა ენებში და კულტურულ კონტექსტებში. ანუ ჩვენ ეს სიტყვა დობა არ გვაქვს, ძმობა გვაქვს, დობა არ გვაქვს. ეს თითქოს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სინამდვილეში რთულია ფილოსოფიის გავრცელება და ადამიანების
გადმობირება შენს აზრზე, როცა 1000 არაქართულ სიტყვას იყენებ, ჩემთვის ეს განსაკუთრებულად რთულია, როგორც ალბათ ატყობთ. იმიტომ რომ ინგლისურთან უფრო კომფორტულად ვარ და როცა ვცდილობ რაღაცას ვილაპარო ქართულ და აკადემიურად, ზოგჯერ მიჭირს და არ მინდა რომ ინგლისური სიტყვები გამოვიყენო, ხო, იმიტომ რომ რთულია ეს ქართულად, ანუ როცა ვცდილობ რომ ადამიანს გააგებინო. რავი, კარგი იქნება ამ საკითხზე სერიოზულად განხილვა, არის თუ არა რამე გამოსავალი. რაც შეეხება ტალღებს, პირველ რიგში ტალღები იმის თავჭილებას ტოვებს, რომ ფემინიზმი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩუმად, წყნარად იჯდა სახლში, წინდებს კერავდა. ანუ რა თქმა უნდა ეს სისულელეა. ომის დროს ქალები მუშაობდნენ, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას საზოგადოებაში, ფემინისტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ტალღები ასევე რიყავს იმ ფემინისტებს, რომელთა აქტივიზმიც არ არის პირველი, მეორე ან მესამე ტალღის განმარტებაში, ანუ არ ჯდება. მეორე ტალღის წლებში მაგალითად იყვნენ შავკანიანი ხალი აქტივისტები და ფილოსოფოსები, რომლებიც ინტერსექციონალიზმის კუთხით წერდნენ და მოღვაწეობდნენ. ინტერსექციონალიზმის მესამე ტალღაში ჩასმა ამ ქალების ისტორიას აქრობს. ალბათ როგორც ხვდებით. მომავალში მინდა რომ ზუსტად ესეთ ქალებზე, კონვა ჰიმძინარის კოლექტივზე გესაუბროთ. მანამდე შეგიძლიათ ჩემს ბლოგზე წაიკითხოთ ეს. მე ჩავაგდებ კომენტარებშიც და ქართულად მაგათ არგინე მათი განაცხადი და ძალიან საინტერესოა. საქართველოს კონტექსტში ტალღების პრობლემა არის ის, რომ საქართველოში თაობების როლები შეცვლილია. ანუ ტალღები იმას გამოხატავს, რომ ძომა თაობამ ახალ თაობას რაღაც ასწავლა, ხო, ფემინიზმთან დაკავშირებით და ესეც არის ხშირად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში შვილები უფრო ასწავლიან ფემინიზმზე დედებს. ჩემ ოჯახში ესე არის. ამას პოლონელი მწერალი წერს პოლონეთის კონტექსტში და ვფიქრობ ჩვენთვისაც რომ ასეა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ქალი ფემინისტები ისტორიაში, მაგრამ ფემინიზმის ისტორია იმდენად გაწყვეტილია, რომ ტალღების ფენომენი საქართველოს კონტექსტში არ ჯდება ჩემი აზრით. ეს გაწყვეტილი ისტორია მეტნაწილად კოლონიური რეალობის ბრალია. კომუნიზმი, ისეთი როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს, ქალების თემას არ განიხილავდა. ანუ აქ იყო ის იდეა, რომ კლასი იყო მთავარი და თუ კლასის პრობლემა გადაწყდებოდა, ქალებს რა უნდა ქონოდათ მერე საწუწუნო, იმიტომ რომ ქალების პრობლემაც გადაწყდებოდა. იმპერიალიზმის დროს საერთოდ იდეების გამოთქმის უფლება ძლივს ჰქონდა ქართველებს, ანუ გასაგებია ეს. ამავდროულად ნაციონალისტური მოძრაობები და ფილოსოფოსები, ანუ ნაციონალისტური აზროვნება იწვევდა და იწვევს დღესაც მოვისმინეთ ეს იმ წარმოდგენას, რომ ქალების ფემინიზმზე ლაპარაკი ქვეყნის საწინააღმდეგო წასვლას ნიშნავს. რომ ქართველი ქალი არის ქვეყნისთვის და თავის თავზე რატომ უნდა ილაპარაკოს, როგორ აკრიტიკებს კაცს, ანუ რა არის ეს, რად უნდა დასავლური გარყვნილი იდეები, რა დროს არის ამაზე წუწუნი. ისე პოლონელ წერალს გავიხსენებ, აგნიშკა გრაფი, ასე ქვენ წერალს ამბობს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი ტოტალიტარიზმის მსხვერპლია, როგორც საქართველოში, რთულია იმის გაგება, რომ პირადული არის პოლიტიკური. ის რომ ქალის პირადი ცხოვრება და ამაზე საუბარი არის მნიშვნელოვანი, გასააზრებლად რთულია საქართველოს კონტექსტში და სხვა ქვეყნებშიც. ბოლო კრიტიკა ეხება ფილოსოფიას. პირველ რიგში ჩვენ გვყავს პროტოფემინისტი ფილოსოფოსები, ფემინისტი სიტყვა სანამ იყო მანამდე ფემინისტები, მაგალითად ბარბარე ჯორჯაძე. ეს ადამიანები წერდნენ ქალებზე და ქალთა უფლებებზეც. მათი ფემინისტად არ აღქმა, რადგან წლების სტანდარტულ ისტორიას არ ერგებიან, არის სისულელე. მეორე ჩემთვის მნიშვნელოვანი კრიტიკა ფემინისტური თეორიის არის ის, რომ ის ხშირად მოითხოვს ქალებისგან გენდერზე ყურადღების გამახვილებას. ეს შეიძლება ზოგისთვის მარტივი იყოს, მაგრამ საქართველოში ქართულ ქალს ყოველდღიური პრობლემები აქვს, ხო? ანუ რომელიც შეიძლება გენდერის ჭრილში არ ეტეოდეს.
შეიძლება სახლში საჭმელი არ აქვს, შეიძლება ბავშვი როცა იყო მოიტაცეს და გაათხოვეს, შეიძლება ემიგრანტია, ებრაელია, აფხაზია და ეს მისთვის ძალიან დიდ წნეხს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, გენდერი ამ ყველა პრობლემაშია ჩართული, მაგრამ აი მშიერი ქალისგან ფემინიზმის მოთხოვნა ზოგჯერ უსამართლობა არის ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ხშირად ზუსტად ესეთი დაჩაგრული ადამიანები ახერხებენ ფემინისტობას და პრივილეგიური ქართველები ავლენენ სექსისტურ ტენდენციებს. ესეც არის აღსანიშნავი. რამდენი ვიყავ? ბოდიში, იმედია, რომ არ გაბეზრებ თავს. შემდეგი თემა არის, მე ვფიქრობ, არის საინტერესო. ვინ არის ფემინისტი? ვინ არის ფემინისტი? ერთი მხრივ თვით გამორკვევა მნიშვნელოვანია. რადგან ფემინიზმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის არჩევნის ქონა. ბევრი ადეკვატური მიზეზი შეიძლება ქონდეს ადამიანს იმისთვის, თუ რატომ არ არის ფემინისტი. მინდა თქვა, რომ მე ადეკვატურში არ თვლის შემდეგ განმარტებებს, ყველა შეუძლია მიაღწიოს ყველაფერი თუ მოინდომებს და რატო წუწუნებთ და არაფერი არ გამიგია ფემინიზმზე, მაგრამ არ მომწონს ესეთ მიზეზებს და უბრალოდ სექსიზმს. ანუ ადეკვატურში თქვი მაგას აფრიკელი ქალების პრობლემებს, ხშირად თვითონ ტერმინში, როგორც თეთრკანიანი ქალების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ ფილოსოფიაში აქვს პრობლემა, ეს არის პრობლემა. ზოგს პირადი უარყოფითი გამოცდილება აქვს ფემინიზმთან. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის შეიძლება არასასურველი იყოს ისეთი მოძრაობის წევრობა, რომლის სხვა წევრები რეალურად მეტნაწილად აიგნორებენ მათ პრობლემებს, ხო? ზოგისთვის მე ვფიქრობ, განსაკუთრებით საქართველოში და საქართველოს რეგიონებში ფემინისტური იდეების გამოთქმა სერიოზულ დისკომფორტს და შეიძლება საფრთხესაც კი ქმნის. თქვენ შეგიძლიათ მე მომიყვეთ ამაზე, შეიძლება თქვენ გაქვთ ეს გამოცდილი. მე ეს მესმის, მგონი თქვენც დამეთანხმებით ამაში. ხო და ამ არჩევნის და თვით გამორკვევის უფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ქართველი და უცხოელი ქალებიც ამბობენ ამაყად, რომ არ არიან ფემინისტები. ჩვენი პირველი რეაქცია შეიძლება იყოს და ჩემი ადრე იყო ხოლმე, რომ მათ უბრალოდ არ იციან რა არის ფემინიზმი. მე ვფიქრობ დღეს, რომ ეს არასწორი მიდგომაა. მე ვფიქრობ, რომ ხო, კი შეიძლება ასეც იყოს, რომ არ იციან ფემინიზმზე და ყოველთვის ღირს ადამიანთან საუბრის გაგრძელება, მაგრამ ხშირად ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან რა არის ფემინიზმი და უბრალოდ არ ეთანხმებიან. დაუჯერეთ, გირჩევთ, დაუჯერეთ ადამიანებს, როცა ამბობენ, რომ ისინი არ არიან ფემინისტები. თუ გინდა დაპატიჟოთ სახლში, მოატუღეთ ყავა, ანახეთ ვიდეოები, რავი, ჩავხდეთ ეს სემინარი, აუხსენით მაინც და თუ შეიცვლიან აზრს, ძალიანაც კარგი, მე გამიხარდება, შეიძლება თქვენც გაგიხარდეთ, თქვენც გავხარდეთ, მაგრამ თავიდან მიეცით არჩევნის უფლება. ისიც აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც კარგად იცის რა არის ფემინიზმი, ამ ტერმინის უარყოფა შეიძლება უბრალოდ აქტიური სექსიზმი იყოს, ხო? ანუ ყველა ადამიანს არ უნდა ფემინიზმი და თანასწორობას არ უნდა. ზოგი უბრალოდ არის სექსისტი და всё. ამავდროულად შესაძლებელია ფემინისტური ცხოვრებით ცხოვრებაც და ფემინისტური საქმის კეთება იარლიყის გარეშე. ალბათ ყველას გყავთ ისეთი ადამიანები გარშემო, რომლებიც თავიანთ თავს ფემინისტებს არ უწოდებენ, მაგრამ ფემინისტურად ცხოვრობენ. ქართველი სტუდენტის მაია ტაბიძის ნაშრომი წავიკითხე რამდენიმე დღის წინ. იქ წერს, რომ ქართველი ფემინისტი მწერლები და მე-19 საუკუნეში მხოლოდ კატო მიქელაძე იყენებდა ამ ტერმინს. ანუ მე ტერმინი მნიშვნელოვანი მგონია. ფინიც მაქვს, რომელსაც აწერია, რომ ეს არის ფემინისტი, ან ესე გამოიყურება ფემინისტი. და ვატარებ აქეთი კითხვა. მაგრამ ამ ტერმინის გამო ქალების გარიყვა და ფემინიზმის ისევ ექსკლუზიურ კლუბად გადაკეთება, ჩემი აზრით არასწორია. ამ ყველაფერზე ფიქრი მე ზოგჯერ მაბნევს და უბრუნდები ისო ფუნდამენტალურ კითხვას ჩემთვის. უბრუნდები პირადულს. ვარ მე ფემინისტი? და მოგიწოდებ თქვენ თავსაც მხოლოდ ეს კითხვა დაუსვათ, როცა ფილოსოფია ზედმეტი ხდება, როცა ფემინისტად ყოფნა ზედმეტი ხდება, ისეთ სოციუმში, რომელშიც ცხოვრობთ.
მე ვარ ფემინისტი, რადგან ვაღიარებ, რომ სოფლიოში ზოგიერთი ჯგუფი სტრუქტურული და კულტურული დისკრიმინაციის მსხვერპლია. მე ვარ ფემინისტი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობებს. მე ვარ ფემინისტი, რადგან ვიცი, რომ სხვადასხვა ასპექტები ადამიანის იდენტობაში, მათ შორის გენდერი, ხშირად სოციუმის მიერ მოგონილია, მაგრამ რეალურად ის ქმნის მის ყოველდღიურ ცხოვრებას. მე ვარ ფემინისტი, რადგან მინდა, რომ ყველა ადამიანმა გენდერული თუ სხვა იდენტური მარკერების მიუხედავად ცხოვროს ისეთ სამყაროში, სადაც ეს ადამიანი ითვლება სრულყოფილად და აქვს ფუნდამენტალური ღირსებები. ამიტომაც ვარ მე ფემინისტი. სანამ გავაგრძელებ დისკუსიას, მინდა განახოთ ბიბლიოგრაფია. ამ პრეზენტაციას დავდებთ ასევე და ნატალიას პრეზენტაციასაც და შეგიძლიათ მე ამ ნაწარმოებს გაიცნოთ თუ დაგაინტერესებთ. ასევე მინდა რომ გითხრათ, რომ შემდეგი სემინარის თემა იქნება გენდერი და სქესი, ტერმინოლოგია, თეორია და რატომ არის ეს საკითხები საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. იმედია დაგაინტერესებთ და შემოგვიერთდებით შემდეგზეც. ხო. ვაიმე, ძალიან ორი ვილაპარაკე. და ახლა თქვენი ჯერია